თუ 50 საქართველოს მოქალაქე მაინც ცხოვრობს ერთ ლოკაციაზე, ჯერჯერობით არსებული კანონით სავალდებულოა რომ გაიხსნას იქ უბანი, ხო? ჩვენი იდეა არის ეგეთი რომ მოდი გავაკეთოთ იმიტირებული არჩევნები, რითიც ვაჩვენებთ რამდენ ადგილზე ეკუთვნის ქართულ ოცნებას საარჩევნო უბნის გახსნა, ხო? აი ამის ინიციატორი შეიძლება იყოს ბიზნესი და მარტივი მიზეზის გამო, სადაც არის მეტნაკლებად რაღაც რაოდენობა ქართველების, იქ აუცილებლად პირველი რაც იხსნება არის რესტორანი. ამ რესტორნებს ზუსტად აქვთ ინფორმაცია დაახლოებით რამდენი ქართველი ცხოვრობს იქ რა. აი მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ხო? ანუ ქართული ოცნების მხარდამჭერიც რომ იყოს რესტორანი, შეუძლებელია დასავლეთის ქვეყანაში მცხოვრები დასავლეთის მოქალაქეობის მქონე ადამიანმა თქვას რომ მე არჩევნებს აღარ ვემხრობი. ხო, ანუ არჩევნებზე უარის თქმა ძალიან არაპოპულარული არის რა. და ჩვენი იდეა არის ეგეთი რომ ამ 6 დეკემბრის შეხვედრაზე გავხსნათ ეგ თემა რომ ვინ არის მზად რომ თავისი კონკრეტული თანამონაწილეობა მიიღოს მაგაში. რა არის ეგ თანამონაწილეობა? დაითქვას ერთი დღე, არ ვიცი, ავიღოთ თქვათ 31 დეკემბერი რა. და ეს იყოს იმიტირებული არჩევნები, ოღონდ პარტიები კი არ ეწერება. აი რა ვიცი, ჩვეულებრივი ფურცელი მივედი, ჩავაგდე და აღერიცხა და თან ეს გადაიღო, თან მტკიცებულებად შეიქმნა, რომ ბრუსელში მივიდა ამდენი ადამიანი, რა ვიცი, ანტვერპენში მივიდა ამდენი ადამიანი, ბერლინში მივიდა ამდენი ადამიანი, რიგაში მივიდა ამდენი ადამიანი და ეს არის მტკიცებულება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვისაც, რომ იქნებ მართლა არ არის საკმარისი რაოდენობა და მაგიტომ არ იხსნება. 2024 წელს ძალიან ბევრმა ქალაქმა მოითხოვა ევროპაში. ხო, მოითხოვა, მაგრამ გახსნა, მაგრამ არ გაუხსნეს. ხელმოწერები შეგროვდა, ადამიანები შეიკრიბნენ, მაგრამ ფეხებს დაიკიდა, პირდაპირ ვილაპარაკოთ, ფეხებს დაიკიდა ქართულ ვიზუალი რატო ახსენე და ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა, იმიტომ რომ 13% მიიღო დანარჩენ ქალაქებში, სადაც ქონდა უბნები. ვიცი, თან ხო მათ მესიჯი არის, რომ მე უბრალოდ ხელის მოწერით კი არა, იქ ყოფნით დავაფიქსირო, რომ ჩემთვის არჩევნებში მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი. ჩემთვის არჩევნების საარჩევნო ხმის ჩამორთმევა არის მიუღებელი. ანუ ეს არის პროტესტის ფორმა, მაგრამ პროტესტის ფორმა, რომელიც ასევე მტკიცებულებას ქმნის, ხო? ჩვენ ეს ერთმანეთის დასაიმედებლადაც გვჭირდება, რომ რაიმე ქმედითის გაკეთება შეგვიძლია გარდა პოსტვის, ანუ ერთობლივი აქტივობის განხორციელება შეგვიძლია.